რამდენჯერ გვახსოვს, ამბავი ჯერ მომხდარი არ არის და ოპერატიული კადრები უკვე იმედის ეთერშია. ვიდეოს დასაწყისში ფიგურა, რომელსაც არასდროს უჩენს სახე, არ დადის ისე როგორც ელისაშვილი. ამაზე ბევრი თახვდება. იარაღის ამოღების ან ხელშიჭერის კადრი ძალიან ბუნდოვანია. თუნდაც ელისაშვილისავე იარაღი იყოს. ვინ გამორიცხავს, რომ სპეციალურად არ მოიტანეს და არ დადეს იქ იმ მეორე აშკარად მოჭრილ კადრში. მე საერთოდ ვერ ხსნი ოჯახის ორდღიან მდგომარებას. სამაგიეროდ ხსნი პარტია ლელოს განცხადებას მამლის ყივილის გარეშეც ეგრევე რომ დაგმეს ელისაშვილი. და ხსნი მისი ძმაკაცისა და მგონი ნათელმირონის ვინმე ლევან იოსელიანის ჯიუდ დუმილს. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც უღირსი კაცი ინიშნება თანამდებობაზე. არა, კაცი? გავიარეთ. ვერ ხსნი ადვოკატის ენთუზიაზმს, იმეოროს გამოძიების ვერსიები. მაგრამ როცა აი ამ ყველაფერს ვერ ახსნილს ერთმანეთთან ვაკავშირებ, ყოველთვის გამომდის, რომ სიმართლე სულ სხვანაირია. ისეთი, როგორც მოაწყო ბორია რუსმა და ისეთი, რომელიც ვერ გაარღვია ალეკო ელისაშვილმა. ყველას აქვს სუსტი წერტილები, ზოგს რით აშანტაჟებენ, ზოგს რით. რა ამბავიც არ უნდა იტყოს ახლა. რაც არ უნდა გითხრან შემდეგ, რაც უნდა ააწყონ გულწრფელი აღიარებების ბევრი გვინახავს ამ ქვეყანაში. კარგა მაგარი ბიჭების და კერკეტი კაკლების. უბრალოდ წარმოიდგინეთ, რომ ხართ ადამიანი, ვინც ებრძვის სისტემას, ანთებული გულით. არჩევნები მოგპარეს, აქციაზე დაგარბიეს, გამწარდი და გადაწყვიტეთ, რომ მართლა რამე ავნოთ. და ძილის წინ აღა მაჰმად ხანს დეშეკათი ცხრილავ და თემურლენგს ჰაიმარსით აქცევთ ნაკუწებად. და რას იზამთ? დიდხანს იფიქრებთ, გადაწყვეტ დაწვათ სასამართლოს კანცელარია, სადაც ფეხით უნდა მიეთრეთ 10 კილომეტრზე მეტი უნდა გაიაროთ მთელი ქალაქის გავლი და რომლის განადგურებითაც რეპრესიულ სისტემას ვერაფერს ვერ დააკლებთ. აი, ამას მოიფიქრებთ? ცხადი არა. როცა მართლა გული გერჩის და პოლიტიკური რეჟიმის შესვლაზე ნებისმიერი ხერხით ხარ უკვე თანახმა, იღებს სნაიპერი შაშხანს და მიდიხარ აბასუმნის მთებში, მაგალითად სამორიგეოდ და სანადიროდ. ან ესური მოლოტოვის კოქტეილს პრეზიდენტის ადმინისტრაციას, ან აფეთქებ მთავრობის კორტეჟს. ან ბოლოს და ბოლოს იღებ იმ შენს პისტოლეტს, უსაფრთხოების სისტემის ვინმე მოსამართლეს, ვინც გოგობიჭებს ქუჩაში დგომისთვის ციხეში ყრის და აცლი მთელს ჭიცს სასამართლოში. შეგიძლია ინგასავით სულ ააცილო, მაგრამ ცდელობა უკვე საქმეა. ეს ვერსია. აქ კი არაფრის მაქნისი კანცელარიის თურქული რემონტის გაფუჭება მაქსიმუმ 5000 ლარიანი ზარალით, მერე რომ 15 წლიანი პატიმრობა შეიტენო? ბოდიში აქ დებილი არავინაა. მე მგონი გარდა პროკურატურისა. პატივცემულებო, სხვა დროს რამეს ისცენირებას რო გადაწყვეტ და 2 თუ 3 მსახიობს აიყვანთ, იზრუნეთ რომ ფეხსაცმელი მაინც ერთი ფერისა ჩააცვათ და ხელთათმანის მაგერად უცებ პისტოლეტი არ აღმოჩნდეს. ეხავს.